მოკლედ განვიხილოთ ესეთი თემა უკვე grid-ზე და მოკლედ დავიღოთ flex-ი განვიხილოთ, მოდი ხა grid-იც განვიხილოთ. ავიღოთ კლასი კონტეინერი და შეგნით ჩავსვათ ორი TV, შეგვიძლია ასეც დაგვეწერა მარტივად უფრო ლამაზად. კლასი კონტეინერი და შეგნით იყოს TV კლასით კარდი და ორი ცალი. აი ორი ცალი. თავს დავაწვევიან enter-ს და აგერ მოგცემს. შეგნით ჩავწეროთ card 1 და აქ ჩავწეროთ card 2. გავუშვათ და ვნახოთ. ნუ აქ გვაქვს ეს ორი. და მოდი ახლა ესე გავაკეთოთ. აქ card 2. ეხლა როცა ჩვენ უკვე გადავდივართ სტილზე და წერთ სტილებში მაგალითად კლასი კონტეინერ, მოდი აქ შემიშალოს დავაკოპირო. კლასი კონტეინერ, როგორც იქ ვაცხადებდით display flex, ასევე აქაც ვაცხადებთ ოღონ display grid. ჯერჯერობით ეს არაფერს არ ცვლის, ახლა display flex-ით მან გვერდ-გვერდ დააყენა, როცა flex-ი ჰქონდა, ნახეთ. გვერდ-გვერდ დააყენა, მაგრამ grid-ი უბრალოდ ჯერჯერობით ამ ბადეს ვაცხადებთ grid. ჯერჯერობით აქ არაფერს არ აკეთებს, მაგრამ grid-ი გამოცხადებულია. იმისთვის, რომ მე უკვე ასე ვთქვათ, შემდეგი რაღაცები გავაკეთოთ, მაგალითად. აი მაგალითად წერთ ახლა display flex-ივით გვერდ-გვერდ რო დავაყენოთ grid template column. ამ სვეტები, column არის სვეტი. როგორ გავაკეთოთ? სვეტებად მაგალითად წერთ ესეთ რაღაცა, ვთქვათ, ერთი სვეტი იყოს 100 პიქსელი და მეორეც იყოს 100 პიქსელი. ეს უკვე დადგება გვერდ-გვერდ. აი ნახე. მოდი ამას მივცეთ card-ებს, მივცეთ ახლა კლასი card. მივცეთ border-ი. border 1 პიქსელი solid gray. და აი ნახეთ. რახან 100 პიქსელი მივეცი. აი ასეც რომ გვეთქვა რომ აი ერთის იყოს 200 ან 300 პიქსელი, აი 300 პიქსელი იქნება და მეორე 200. აი ეს. ან ორივე 300 ეს სიტყვაზე. მათ შორის დაცილება ვიცით არის gap-ი, როგორც flex-ში თქვათ იყოს 20 პიქსელი. აი ეს. მაგრამ თუ გვინდა რომ თანაბრად გაიყონ, მაგრამ აქ მესამეც რო გქონდეს მაგალითად აი ეს card 3, სიტყვაზე აი card 3. ნახეთ, აქ მაშინ კიდე მესამე უნდა ჩავსვათ. აი აქ მესამე 300 პიქსელი. და ის მესამეც აქ გადმოინაცვლებ და ასე ვთქვათ. მაგრამ ახლა ჩვენ შეგვიძლია თუ თანაბრად გვინდა გაიყონ. მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თლიანი სიგანე და მე მივუთითოთ აი აქ თითეულის რამდენი პიქსელი იყოს, ან შემიძლია თანაბრად თუ მინდა გავყო. ესენი ხარახან დივები აგერ ბლოკ ელემენტები და ერთმანეთის ქვემოთ განლაგდა. მაშინ უნდა გავაკეთო ერთი ფრექშენი, თითეული ფრაქცია, ერთი ფრექშენი, ერთი ფრექშენი. და აი ნახეთ თანაბრად გაინაწილეს მთელი ასე ვთქვათ ჰორიზონტი. მაგრამ შემიძლია მე რომ აი აქ მაგალითად 4 თუ გვაქვს სიტყვაზე აი 4, კიდე ერთი უნდა დავამატოთ card 4. ეს აღარ ეტევა, აბუნებრივი. აი არა, ეტევა რა, კიდე ერთი ფრექშენი მინდა. მაშინ ერთი ფრექშენი, ნახე. და 4-ვე ავტომატურად რამდენიც არ უნდა დაამატო, აი აქ divი. იმდენი ფრექშენი უნდა დაწერო და იმდენზე გადანაწილდება მთელი სიგანე. აი ეს მთელი მონიტორის სიგანე გადანაწილდება იმდენზე, რამდენი divიც გექნება, მაგრამ მარტო divis დაწერა კი არა, აქ იმდენი ფრექშენი უნდა დაწერო. ამით ვეუბნებით რომ თითეული ფრაქცია, ანუ მონიტორის რაღაცა ნაწილი გადანაწილდეს თანაბრად თითეულზე. მაგრამ ამის ჩაწერა ასევე შემიძლია უფრო მარტივად. მაგრამ თუ მინდა რომ ორ-ორად დალაგდეს, მაშინ აი აქ ორს დავწერ. აი ორ ფრექშენს და ნახე, ორ-ორად განლაგდება. მაგრამ
შემიძლია მარტივად დავწერო. ნახე 4 ცალი რო არ დავწერო, 4 ეფერი რო არ დავწერო აი ესე. მარტივად შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა. Refit, ანუ გაიმეორე 4-ჯერ 1 fraction. всё. აი ეს იგივე იქნება. აი 4-ჯერ გაიმეორე 1 fraction. აი იგივე იქნება ეს. ან 2-ჯერ გაიმეორე თითო fraction-ი და აი ფაქტიურად ორ-ორად გადანაწილდა. ასევე შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო, რომ მაგალითად აი აქ იყოს ესეთი რამე, თუ მინდა რომ რომელიმე ნაწილი დიდი იყოს, აი მაგალითად ნახე, ახლა ეხავწე რომ 1 fraction გადანაწილდა ეს. შემიძლია აქ დავწერო 2 fraction. ეს ნიშნავს რომ ნახე, ამ მეორეებმა 2-ჯერ მეტი სიგანი აიღონ, 2-ჯერ მეტი სიგანი. აი აქ. თუ დავწერ 3 fractions, 3-ჯერ მეტი სიგანეს აიღებს, გააჩნია დიზაინში როგორ მაწყობს. ესეც შემიძლია გავაკეთო. ეხლა მაგალითად გააჩნია როგორ შემიძლია დავალაგო ესეთი რაღაცა შემიძლია გავაკეთო. მოდი იყოს ესეთი რაღაც refit აი მაგალითად უთხრათ რომ 4-ჯერ გაიმეოროს 1 fraction, ხო? ეფერი. დაალაგებს აი ეს. მაგრამ მაგალითად მე მინდა რომ პირველი დივი, რომელიც მენიუს დივი არის, თქო, მაშინ მენიუ მაქვს, იყოს განლაგებული აი მთელ ჰორიზონტზე. მოდი ამას მივცეთ კლასი card და მეორე კლასით შემიძლია მივცე menu და აი აქ ცალკე დავწერ, რომ კლასი menu აიღოს ესეთი რაღაცა არის grid column, ანუ ბადის სვეტები, ანუ ეს რო ერთი სვეტია, მეორე სვეტია, მესამე სვეტია, მეოთხე სვეტია. აიღოს მაგალითად ესე შემოვწერო span გაერთიანება აი ამ 4-ს. აი 4-ს გაერთიანება. აი ესეთნაირად. მაგრამ აი აქ უკვე მე ვიტყვი რომ 3 fraction-ი იყოს, უკვე რომ თანაბრად გადანაწილდეს, აი ესე დაალაგდეს თანაბრად. აი ეს. რატომ ჭირდება ეს რომ აი აქ მე შეიძლება მენიუ მაქვს ამაში პირველ დივში. შესაბამისად მაგით აი აქ მაგალითად რომ მქონდეს მენიუ, მაგალითად მერე ანუ ეს ლინკი, მერე იყოს რაღაცა home, enter-ი და აი ამას ასე იმაქვს. აი ეს შეიძლება ამაში მენიუ მაქვს. აი ეს. მერე რას ვიზამ? ცალკე აქ ულზე გადავალ და ვეტყვი რომ ულს ქონეს display flexi და დაცილება რო იყოს gap დაცილება იყოს 20 პიქსელი. აი ეს. მერე ნუ ლიდა როგორც არის ლის მივცემ რომ წითელი რო წავშალოთ list style none და 100 მივცემ ხაზები რო წავშალოთ, ესე იგი text decoration აი ეს. მოკლედ menus ესე დავალაგებ რა. ეს menus ანუ grid-ი ეს იმისთვის არის კარგი, რომ უკვე მობილურზე და ასე ვთქვათ სხვა მოწყობილობებზე იქნება მორგებული. ხომ ნახოთ ეს ჯერჯერობით არაფერი არ არის, მოდი ახლა ეს მობილურზე და სხვა მოწყობილობაზე მორგებული რო იყოს, ესე კი არ უნდა იჭმოჩნეოდეს ერთმანეთის ქვემოთ უნდა ჩამოდიოდეს. მოდი ვნახოთ ეგ როგორ მოხდება ახლა. ნუ შემიძლია სიმაღლეც გავუწერო სათითაოდ რა ნუ აქ. შემიძლია ესეთი რაღაცა დავწერო. grid template column ხო არის, ესე იგი grid template row-ები, ანუ უკვე თითოეულ ამოჯრაზე მაქვს საუბარი. შემიძლია უთხრა რომ მაგალითად პირველი იყოს ეს მენიუ იყოს 60 პიქსელი, მერე აუტო იმის მიხედვით
ტექსტი რამ ხელაზე იქნება. აი ესეთნაირად, ან მე რო აქ ახლა აი აქ მაშინ აი აქ კარდორში ლორემ ჩავწერო. აი, ნახე ავტომატურად უნდა გავყვეს. აი ავტომატურად. მე რო კონკრეტული სიმაღლე მიმეცა აი აქ მაგალითად 100 პიქსელი, შეიძლება არ იყოს ეს 100 პიქსელი აი ამას. აი კიდე რო თქვათ აი აქ კიდე რომ იყოს ტექსტი. აი, გადმოვიდა ხედავ, აი, ხაზზე გადმოვიდა. აი აქ. არ იყო ის. აი, ამიტომ სიმაღლეს მე ვეუბნები რომ ავტომატურად გაყვება აი ამ ტექსტს. აი ეს. მომდი ქვემოთ ჩამოვაგდოთ, ჯობია რომ კარგად ხედავდეთ ყველაფერს. ეხება იმ ავტომატურ დალაგებას, ანუ სხვადასხვა უწყობილობის მიხედვით, მოდი აქ ერთი კიდე ჩავამატოთ მაშინ აი აქ. ერთი დივი რომ ნახოთ. აი ესე უნდა ახლა აქაც მინდა ესე იგი ნახე უკვე იქ აღარ ჩანს, ამიტომ აქ 3 კი არა 4 მინდა. აი ესე. აი დალაგდა ეს. შესაბამისად, იმიტომ რომ 4 დივი არის აი აქ და refit უთხარი 4 ჯერ გაიმეორე ერთი fraction. ანუ თანაბრად გადანაწილდეს. ეხლა აი აქ ესე კი აღარ დავწერ მე. აი ამას უკვე სხვანაირად ჩავწერ. ახლა როგორ ჩავწერ? Grid template column მე ვეტყვი რომ refit გაიმეორე auto fit ავტომატური მორგება, ანუ ავტომატურად მოერგოს ყველაფერს, min max მინიმალური და მაქსიმალური ზომა იყოს ესეთი რაღაცა. თქვათ ეს მინიმალური სიგანე რამდენი მინდა? ნუ 4 ცალი რო გადანაწილდეს. ნუ რა ვიცი, იყოს მაგალითად 250 პიქსელი, ეს მინიმალური ზომა და დანარჩენი ავტომატურად. ან ავტომატური კი არა, იყოს ერთი fraction, იგივე არა, ასე რომ ვთქვათ. ხა ნახე რა სიზავს ეს. მე რომ დავაპატარავებ. აი, წამით მოდი, აი ეს პირველი ის მაგავთიშო. აი ეს აღარ მჭირდება. აი ეს უკვე აღარ მჭირდება ეს. ეს კოდი. აი ეს აღარ მჭირდება. ხომ ნახოთ. აი. ოღონდ აქაც უნდა ჩავწერო ახლა ნახე. აი ამ ავტოფიტმა, ანუ ავტომატურად მორგებამ. ქნა ის რომ მინიმალური ეს იყოსო. მაგრამ და დანარჩენი გადანაწილდეს ერთ fraction-ზეო. ამიტომ მოდი ყველაში ჩავყაროთ ახლა ეს lorem ipsum ტექსტი. lorem ipsum ტექსტი ყველა იმაში ჩავყაროთ კარტში. და მოდი ვნახოთ შემდეგ. აი ეს. ახლა ვნახოთ. როგორ გამოვა. აი. კარგი. მოდი ახლა კიდე რა დაგვაკლდა ვნახოთ აი აქ. და ეს ყველაფერი ახლა ჩვენ დავწერეთ. შობელ დივში. ნახე. შობელ დივში დავწერეთ. ხო. და ნახოთ მოდი კიდე რა დაგვაკლდა აი აქ. მაქვს მე ეს შეცდომა ნახე. auto fit რო არის. ჭრილები კი არა, ძიმე უნდა იყოს min max. და აი აქ ერთი ზედმეტი აი ესე უნდა იყოს.
ნახოთ ახლა. კაი, მოდი კიდევ ნახოთ რა პრობლემაა. აქ არის ერთი პრობლემა და რა პრობლემაა? ახლა ეს ნახე რატო არ შვება ადაპტირებულად, ანუ ეს ორი ცალი ქვემოთ უნდა ჩამოვარდეს. იმიტომ რომ ჩვენ აქ ეს ერთი დივი, menus დივი ერთად აგვაქვს აი ამ კონტეინერში. ზოგადად ესე არ ხდება, ეს menus დივი ცალკე გადამაქვს, აი ზემოთ წავიღებ. აი აქ menus დივი და წესით ესეთი რამეა, header-ში უნდა ჩაისვას, header ტეგი იღება და ამ header ტეგში უნდა გადავიტანოთ. აი ეს header ტეგის შიგნით ზოგადად ხდება კიდე nav ტეგი, ნავიგაციის ტეგი, სემანტიკურად ესე არის, წესით ესე უნდა იყოს და ამ nav ტეგში ჩავსვავთ აი ამ divs. ან divis ერთად აღარ გვინდა, მარტო ულის გადავიტანთ. აი ეს. ეხლა ნახე, ეს ცალკე divი გამოდის, მოდი ვნახოთ ეხლა აქ როგორ გამოვიდა. აი ეს ცალკე divი გამოდის აბსოლუტურად. და ეხლა მოგვიწევს ახლიდან დალაგება. იმიტომ რომ ესე უნდა ყოფილიყო. ეხლა მოდი ახლიდან დავალაგოთ ეს და ახალი ეს გავაკეთოთ ასე ვთქვათ, აი მას წავშლი. და მოდი კონტეინერი ახლიდან დავალაგოთ, ანუ კიდევ უფრო გავიაროთ, მეტი პრაქტიკა გავაკეთოთ ასე ვთქვათ. იმიტომ რომ კონტეინერის divი უკვე ესე იგი ცალკე, ანუ აი menu ცალკეა, კონტეინერი ცალკე, წესით ეგრეც უნდა იყოს. კონტეინერი, ესე იგი ვაცხადებთ display grid. მერე, ესე იგი პირველი რო თქვათ გვინდა 4-4-ად რო დავალაგოთ, ამდენი გვაქვს 1 2 3 4-ად რო დავალაგოთ. ესე იგი ვაკეთებთ ესეთ რაღაცას grid template column, ანუ ესე იგი 4 რამდენი სვეტი გვინდა, column არის სვეტები, ანუ ეს სიმაღლიდან ქვემოთ ვერტიკალურად რამდენი დავალაგოთ. refit გაიმეორეო, ვეუბნები 4-ჯერ 1 fraction-ი, ხო, ვიცით რაც არის fraction, 4-ად გადაანაწილებს. მოდი gap-ით დავწეროთ. იყოს 5 პიქსელი, უბრალოდ ერთმანეთს დაცილდნენ, საკმარისია რომ დავინახოთ. მაგრამ თუ ორ-ორად გვინდა, წერთ 2 fraction-ი, აი ეს. მაგრამ ეს ავტომატურად რო გააკეთოს იმის მიხედვით, რა მოწყობილობაზე გავხსნით ამას კომპიუტერზე, ტაბლეტზე თუ ტელეფონზე. ამიტომ ესეთი ჩანაწერი აღარ გვაწყობს ჩვენ, ვსვათ აი აქედან. ესეთი ჩანაწერი აღარ გვაწყობს, refit-ს ვეუბნებით, ოღონდ auto fit ავტომატური მორგება გააკეთეო და min maxi, ანუ min max რამდენი მინიმალური, რამდენი იყოს მაგალითად 250 პიქსელი იყოს, ან რამდენი გვინდა და დანარჩენი გადანაწილდეს, ესე იგი 1 fraction-ი ესე. აქეთ გამოვწიოთ. ესე იგი 250 პიქსელი იყოს მინიმალური და მაქსიმალური 1 fraction-ი, ანუ ის რამდენიც. აი დალაგდა ახლა 4 ნაწილად. ახლა მე რო ეს დავაპატარაო, ნახე, აი ესე იქნება. კომპიუტერზე აი ესე იქნება მაგალითად. ტაბლეტზე აი ესე იქნება მობილურზე, აი ერთმანეთის ქვემოთ განლაგდა ასე ვთქვათ. ანუ ავტომატურად ერგება ყველა მოწყობილობას. შეიძლება ჩვენ მქონდეს გვერდი, რომ აი აქ sidebar-ი ქონდეს, ანუ მარცხენა მხარეს ქონდეს მთლიანად რაღაც ესეთი დიზაინია ეს. ანუ ეს მარცხენა მენიუ ქონდეს. მოდი მას ჩავამატოთ. აი როგორ შეიძლება გავაკეთოთ, აი მენიუს შემდეგ გავაკეთოთ. კიდე ერთი divi, aside ეგრე არის ხოლმე რა. aside შემდეგ შიგნით იყოს რაღაცა divi, class-ით sidebar, რაც გინდა დაარქვი. აი ესე. აქ იყოს რაღაცა გვერდითი მენიუ იყოს, ხო? რაღაცა li და ნუ კი ბატონო ლინკიც გქონდეს, კალინკულიც იყოს და ნუ აქ რაღაცა სხვა მენიუ იყოს მაგალითად, რაღაცა project ან რაღაც გავსი. და ნუ ეს დავაკოპიროთ, რამოდენიმე მენიუ იყოს ახლა აი აქ. ოღონდ ეს ახლა ნახე
ეს რახან ესე ვერტიკალურად უნდა იყოს, აი აქ ჩვენ გვაქვს ალინკი, მარტო აქ გვაქვს გაწერილი. ეხლა ეს სასის ფორმატში რო იყოს ჩაწერილი ეს CSS-ში, მაშინ სხვანაირად იქნებოდა. ახლა მარტო CSS ვიყენებთ, ამიტომ ეს ეს A არის აი ამ home menu header-ისთვის. ამიტომ მე შემიძლია აი აქ ჩავწერო ან ესე header-ი და nav, ხო? შემიძლია ჩავწერო ეს nav A. ანუ ეს ნიშნავს რომ ნახე აქაც nav-ი გვაქვს გაწერილი? არა. აი აქ header nav A. ну პრინციპში და მარტო ამისთვის უნდა მოქმედებდეს. ო აქ ულიც გვაქვს გაწერილი, კი ბატონო, ეს ულიც აქაც nav ულისთვის უნდა იყოს ეს და აი უკვე ამაზე აღარ მოქმედებს. ანუ ეს ნიშნავს რომ ეს რაც გავწერეთ ჩვენ display flex-ი და ეს სტილები ყველაფერი იყოს გაწერილი იმ მენიუსთვის, რომელიც მოთავსებული არის აი ამ nav div-ში. აი აქ nav-ში რაც გვაქვს მოთავსებული, აი იმისთვის იყოს მხოლოდ გაწერილი. აი ამ nav-ში რაც გვაქვს მოთავსებული. წამით ეს div-ი რატო არის? მოდი ესე გავაკეთოთ ფორმატი და აი ამ nav-ში რაც არის, აი ამ მენიუსთვის იყოს ეს სტილები. და შესაბამისად აი ამაზე აღარ გავრცელდა უკვე აი ამ მენიუზე sidebar-ში რაც არის მოთავსებული ეს ულიები, ამაზე აღარ გავრცელდა. ამაზე სხვა ის გავაკეთოთ. შესაბამისად ეხლა ჩვენ რო ეს გვერდ დავაყენოთ, ანუ აი ეს კარდები და აი ეს გვერდ ამისათვის მოდი ეს ერთ div-ში მოვათავსოთ, აი ეს ID, აი აქ ეს ID და ეს კარდები, ეს კონტეინერი მოვათავსოთ ერთ div-ში. ან შეგვიძლია კონტეინერში და არა, მოდი ერთ div-ში მოვათავსოთ, რომელსაც main div-ი, ანუ ძირითადი div-ი დავარქვათ, main. ეს main-ი ახლა წამოვიღოთ და ქვემოთ დავხუროთ, ბოლოში. აი კონტეინერის ბოლოში დავხუროთ, აი აქ. main, ანუ ერთ main-ში, ანუ ერთ div-ში იქნება ახლა ეს მოქცეული. main უბრალოდ div-ი რო ჩამეწერა აქ, უბრალოდ სიმანტიკურად, ანუ ესე არის main, ანუ ძირითადი ნაწილი საიტის. ეგრე ქვია main-ი ქართულად რო თარგმნო. ეხლა მე ამ main-ს აი აქ გადმოვიტან. main უბრალოდ ამას არც კლასს უწერ და არც ID-ს, იმიტომ რომ მარტო ტეგი არის ეს. არ მაქვს აქ მე აქ კლასი, ვთქვათ, რომ დამეწერა რომ main content ესეთი content. მაშინ უნდა აღმეწერა აი აქ კლასი main content-ი. კი ბატონო, ესეც შეიძლება. ან მარტო ტეგის სახელი უნდა დაწერო, ან თუ კლასით აღწერ წერტილი main content. და მოდი ჯერ border-ი გავუკეთოთ. border, რო ვხედავდეთ რაზეა საუბარი, 1 პიქსელი solid black. აი ეს ნახე. აი ამაზეა საუბარი. ახლა აი ამაშია მოქცეული მთლიანად აი ეს ყველაფერი. შესაბამისად ამ main content-ს გავუწერ display flex, შემიძლია ესე გავწერო და აი გვერდი დადგებიან ახლა აი ეს, აი გვერდი. აი ესე. ან შემიძლია და gap-ი გავწერო, ან შემიძლია grid. grid-ის სახით. grid-ი რომ ჯერჯერობით არაფერს არ მომტყვის, მაგრამ ეხლა დავწერ რომ grid template column და ვეტყვი რომ აი ამის, ნახე, ხო შემიძლია დავწერო ერთი fraction და თანაბრად გაიყო. მაგრამ ამას არ უნდა ამ ხელა ნაწილი. აი ამ იმას რა ქვია? გვერდით მენიუს. და ამიტომ აქ ვეტყვი რომ ერთი fraction-ი კი არ იყოს. იყოს მაგალითად 200 პიქსელი და დანარჩენი ერთი fraction-ი, აი. ესე შემიძლია გაკეთდეს ეს. და შესაბამისად აქაც აი ეს სულ ესე იქნება, იმიტომ რომ ესე უნდა იყოს გვერდითა მენიუ და აი ეს კონტენტში რაც მაქვს ავტომატურად აი დიდ ეკრანზე ესე იქნება, თქვა ტაბლეტზე ესე იქნება, მობილურზე აი ესე გამოჩნდება და შემიძლია მობილურზე ეს საერთოდ დავმალო მედია query-ების საშუალებით.